რადგან მე არ მყავს ადამიანი, ვინც ახლა კითხვებს დამისვამს, გადავწყვიტე ხელოვნური ინტელექტისათვის მიმეწერა ჩემი მონაცემები, პროფესია, რას ვაკეთებ, სად ვმუშაობ და რაღაცა მსგავსი დეტალები და ვუთხარი, რომ ჩემთვის დაეწერა 10 კითხვა, რომელსაც დამისვამდა. ხო, ცოტა ისე გამოვიყურები, იმიტომ რომ დოდონას ბლოგს ვიდეოს ვიღებდი და ყველაფერი შემომრჩა და იყოს, იმიტომ რომ ნაწილი გადავიღე, ნაწილი გადასაღები მაქვს, მაგრამ ახლა მინდა რომ იმ კითხვებზე გაგცეთ პასუხი, რომელიც მომწერა და რა ზოგი შეიძლება ისეთია, რომ დიდათ არ რაღაც არ მომწონს, მაგრამ მოდი, კაი, დავიწყოთ. პირველი კითხვა. როგორ დაგეხმარათ მსახიობის გამოცდილება და თეატრალური განათლება ბავშვებთან ურთიერთობაში? ეს არის კითხვა, რომელიც პირდაპირ მიბმულია იმ ყველაფერთან, რასაც ვსაქმიანობ. სულ აღნიშნავ და ყოველთვის აღნიშნავ, რომ საოცრად ვიყენებ ჩემს სამსახიობო მონაცემებს პატარებთან ურთიერთობაში და ეს განათლება, რაც მე მაქვს მიღებული, ახლა ვცდილობ, რომ პატარებში ჩავდო და პირველ რიგში ის ემოციები, რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე ვიყო და როგორც არ უნდა ვგრძნობდე თავს, პატარებთან სულ სხვანაირად უნდა იყოს, სულ სხვა ემოციები უნდა მიიტანო და პირველ რიგში ამას ვიყენებ. ამ განათლებას ვიყენებ მათთან და მერე ის მე რა ვისწავლე და ასაკობრივად მათთვის რა იქნება საინტერესო, ამ პატარ-პატარა დეტალებს ვიყენებ, როგორც არის ასევე მეტყველება, როგორც არის, პირობითად სწავლება უფრო მეტად სიმღერით, ღიღინით, ვერ ვიტყვი რომ სოპრანო ვარ, მაგრამ ის რაც მათ ჭირდებათ ამ დონემდე ნამდვილად მღერი და მთავარია განწყობა და რას მღერი ერთია, მაგრამ ამას როგორ გადმოსცემ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო და ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვიყენებ. კითხვა მეორე. როლი, რომელიც დღემდე თქვენშია? მესხეთის დრამატულ თეატრში არაერთი როლი მითამაშია და არა მხოლოდ მესხეთის დრამატულ თეატრში, თუმცა როლი, რომელიც ჩემშია, ყველაზე დიდი დოზით, ყოველდღიურად და ყოველი წამით შემიძლია ვთქვა, ეს არის დოდონა. დოდონა, რომელიც არ შეუქმნია არავის ჩემთვის, არც ერთი მიმიკა, არც ერთი ემოცია, არაფერი სხვისი მითითებით არ გაკეთებულა, ეს იყო თავიდან ბოლომდე ჩემი შექმნილი ყველაფრით, თავისი ტექსტებით, თავისი ემოციით, თავისი იმ დეტალებით, რაც ძალიან აინტერესებს ხოლმე საზოგადოებას, მაგრამ ეს ჩემია და რა თქმა უნდა ბოლომდე არ ხსნი ყველა კაცს, იმიტომ რომ ასია საჭირო. ყველა დეტალი, ალბათ ხო რა, დოდონა ის, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩემშია და ამით ვცხოვრობ. რა გრძნობა, როდესაც სცენაზე დგახართ და რა გრძნობა, როდესაც დასრულებული ნამუშევარი გიკავიათ ხელშიო, მეკითხება, აქსესუარს გულისხმობს. სცენაზე დგომა აბსოლუტური ბედნიერების პიკია. სცენაზე დგომას, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ შევადარებ, ეს არის სასწაული შეგრძნება. ტაშისათვის ცხოვრობ რა, ფაქტობრივად, ეს აბსოლუტურად სხვა ემოცია, აბსოლუტურად სხვა შეგრძნებაა. როდესაც გამოდიხარ ეგრეთ წოდებულ პაკლონზე და შენ უხდი მაყურებელს მადლობას და ადამიანებს უყურებ, როგორ გიკრავენ აღფრთოვანებით ტაშს, მე მეეჭვება, რომ ასეთი შეგრძნება დამიტოვოს ჩემმა ნებისმიერმა ხელნაკეთმა აქსესუარმა. ფიზიკურად ვერ მომცემს ამდენ ემოციას, იმიტომ რომ სცენაზე დგომა საერთოდ სხვა ემოცია და ვფიქრობ, რომ
ალბათ ერთმანეთთან შედარებაც კი წარმოუდგენელია მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ხელნაკეთი ნამუშევრის დასრულება და მე ამის ყურება არის რაღაცა სასწაული ემოცია, მით უფრო თუ მომეწონა დასრულებული, მაინც ფიზიკურად შედარება უბრალოდ შეუძლებელია. სცენაზე დგომის ემოციას ვერცერთ ემოციას ვერ შევადარებ, ვერც ხელნაკეთი, ვერც ნებისმიერი სხვა საქმე, რომელიც პირობითად მე მიყვებს. კითხვა ნომერი 4. გახსოვთ თქვენი პირველი ნაკეთობა, რა გახდა იმის იმპულსი, რომ პროფესიული საქმიანობის პარალელურად აქსესუარების შექმნა დაგეწყო? ჩემი პირველი ნამუშევარი რა იყო, ვერაფრით ვერ გავიხსენებ, იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი ხნის წინ, ფაქტობრივად ბავშვი ვიყავი და მართლა სამწუხაროდ არ მახსოვს რა გავაკეთე, ჩემი პირველი აქსესუარი, ვერაფრით ვერ ვიხსენებ, მიუხედავად იმისა, რომ აი ახლა დავჯდე და ვიფიქრო 1 საათი, სულ ტყუილად ვიფიქრებ, იმიტომ რომ მართლა არ მახსოვს. ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც ახლა უშუალოდ ბიზნესისათვის დაიწყო, რა თქმა უნდა მახსოვს, ეს იყო გულსაბნევი, და დავიწყებს საყურე, ასე რომ ეს რა თქმა უნდა არ დამავიწყდება, გააზრებული ასაკია და გააზრებულად დავიწყე ეს ყველაფერი. ამიტომ მახსოვს რა გახდა ის რომ ჩემში რა ნიჭიც არის, მინდა რომ ამის რეალიზება მოვახდინო, მინდა რომ უფრო მეტად განვითარდე პროფესიულად, მიუხედავად იმისა რომ მაქვს ძალიან მცირე დრო და თქვენ ძალიან კარგად იცით რამდენად მცირე დრო მაქვს, ჩვენთვის ადამიანებისათვის წინსვლა მნიშვნელოვანია, ხო? და თუ შენ შეგიძლია რომ მხოლოდ ერთი სფეროთი არა, სხვა სფეროც შეითავსო და მეტნაკლებად წარმატებული იყო და იცოდე რას აკეთებ, რატომაც არა, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო საქმედ ვაქციოთ და რაღაცა ცხოვრებაში შემოვიტანოთ უამრავი ფერი. სულ სხვა დღე არის და სულ სხვა საათებია, როცა კიდე სხვა რაღაცით კავდები, რაც ძალიან გიყვარს. სად პოულობთ იდეებს თქვენი ნამუშევრებისათვის, ფერები თუ შესაძლოა რომელიმე სპექტაკლის ესთეტიკაო? არა. ეს ყველაფერი ხდება რაღაც ჩემს წარმოსახვაში, აუხსნელია და მე მგონი ახსნას არც ექვემდებარება ჩემში რა ხდება ხოლმე ამ დროს. აი უბრალოდ ვიწყებ და ვაკეთებ. არ ვიცი როგორ შეიძლება აიხსნას დამეთანხმებიან ადამიანები, ვინც ხელოვნების სფეროში ბრძანდებით, რომ რაღაცნაირად თავისით ხდება მოკლედ ყველაფერი რა და მიხარია რომ რაცა ჩემი ნიშა ვიპოვე ამ ბავში, ძალიან მიხარია. არის თუ არა ერთგვარი მედიტაცია თქვენთვის და დღის ბოლოსო მეკითხებიან დამღლელი დღის შემდეგ თუ არისო განტვირთვაო, ეს არის მე-6 კითხვა. კი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათი ჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას და ძალიან დიდ სირთულებს ვეჯახები ხოლმე თუ რაღაც არ მომეწონა და საერთო თავიდან ვიწყებ ყველაფერს და რაღაც მომენტში არის ძალიან სტრესული, მიუხედავად ამისა არის ძალიან დიდი სიამოვნების მომნიჭებელი საქმე და ძალიან კარგად ვიხსნები ამ დროს, ჩემი ფანტაზიები მეტად კიდევ ვითარდება და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, შესაბამისად ნამდვილად არის ესე ვთქვათ განტვირთვა. კითხვა ნომერი 7. ბავშვები ყველაზე დიდი კრიტიკოსები არიან, როგორ ახერხებთ მათში ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივებას ყოველდღიურ რეჟიმში. წეგან ვახსენე სიმღერით სწავლება. ხელოვნებისადმი ბავშვებს ინტერესი ისედაც აქვთ ხოლმე პატარა ასაკში, რადგან მათთვის ახალი აღმოჩენებია, ფერები, ფუნჯები, არის ყველაფერი მათთვის რაღაც სიახლეა, რისკენ მიილტვიან, ხო? მიილტვიან იმისკენ, რაც არ იციან და აინტერესებთ. და აი ამ ასაკში ბევრად კიდე მარტივია, რომ მათში ხელოვნებისადმი ინტერესი გააღვიძო. ოღონდ ეს ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, იმიტომ რომ
თუ ერთი რაღაცა არ მოეწონა და მათში გამოიწვია რაღაცა აგრესია, იმ წამს თავდება ყველაფერი და ძალიან კარგად უნდა აკონტროლო ნებისმიერი სიტყვა ისედაც ბავშვთან და როდესაც ამ ყველაფერს ეხები, კიდე სხვა ამბავია, ძალიან დიდი სიფრთხილეა რა საჭირო და ნებისმიერი რამის მიწოდება უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად და ძალიან დიდი შესავალი უნდა ქონდეს ამ ყველაფერს. და აი უბრალოდ არ უნდა დაიწყო, რომ მოდი ახლა ეს ავაწყოთ და მორჩა, არა. ნახე, ნუ პირობითად ვიხოთ პლასტელინის, ხო? ნახე საყვარელო, ეს რა არის? რა ფერია თუ ვერ გამოიცეს პირობითად რა არის? ეს პლასტელინი, ხო? ვუხსნით. რა ფერია, ნახეთ, როგორი მაგარია სანამ დამუშავდება პლასტელინი, ხო? ისედაც ძალიან მყარია, ხო? დამუშავების შემდეგ უკვე გადადის სირბილეში და ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენ აუხსნათ. ნახე, რა ლამაზია, შევურიოთ რამდენი ფერი არსებობს, ხო? და რამდენიმე ფერი შეგვიძლია ერთმანეთში შევურიოთ, გამოვძერწოთ, რამ შესაძლოა არაფერი გამოვძერწოთ, ისეთი პირობითად ცხენი იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ავიღოთ რამე ფურცელი, სადაც დახატული იქნება თუნდაც გოგონა და თმები, სადაც აქვს იმ ადგილზე პატარა წერტილებად დავადოთ პლასტელი. ანუ მიწოდება არის ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი. შესაძლოა ძალიან მოაწონო და შესაძლოა უბრალოდ არც მოგისმინოს, თუ ვერ მიაწვდი ისე, როგორც საჭიროა. ნუ ეს ამ კონკრეტულ ერთ პატარა საკითხს ვეხები, თუმცა ძირითადად ყველაფერი ასე ხდება რა, ძალიან დეტალებში უნდა აუხსნა, რას აწვდი და მეტნაკლებად მაინც დააინტერესებ. კითხვა ნომერი 8. იყენებთ თუ არა თეატრალურ ელემენტებს ბაღში მუშაობისას, მაგალითად გაკვეთილების ან თამაშის დროს, ნუ ახლა ვსაუბრობდი ზუსტად თითქმის ამაზე, რომ ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს პროფესიას პატარებთან, ძალიან დიდი როლი აქვს. ნებისმიერ დროს ვიყენებ, ეს იქნება თამაში, ეს იქნება სწავლება, თუმცა პრინციპში ჩვენი კურიკულუმით ისედაც სწავლება უკვე თამაშის რეჟიმით გადავიდა, უკვე დიდი ხანია გადასულია და აღარ არის ის მეთოდი, რომ დავსხდეთ და რაღაც გაკვეთილის რეჟიმში ჩავატაროთ ყველაფერი. შეგვიძლია თამაშის რეჟიმითაც გავაკეთოთ ბევრი რამ, ნუ არ გულისხმობ დახატვას ან მსგავს რამეს არ გულისხმობ. შეგვიძლია ცეკვითაც კი ვასწავლოთ, ხო? ნებისმიერი რამ, თუნდაც ლექსი სიმღერით ვასწავლოთ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ვიყენებ, იმიტომ რომ მოძრაობები, ემოციები ყველაფერს ვდებ და ბუნებრივია, გამოდის რომ კი ვიყენებ. ბევრი ამბობს, რომ 40 წელი ქალისათვის საუკეთესო ასაკია, როგორ გრძნობ თავს ამ ეტაპზე და რა არის ის მთავარი გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ გასწავლად. ხო. 40 წელი ჩემთვის იყო ცოტა რთულად მისაღები, ცოტა 39-38 კიდე სხვანაირად მესმოდა და 40 რაღაც ვერ გავიგე. მიმღებლობა ჯერ ვერ მაქვს, რადგან საკუთარ თავთან რაღაც გარკვეული გამოწვევები მაქვს და ეს არის რის გამოც ცოტა ალბათ ვერ გავიგე ეს 40 წელი. უბრალოდ სად გაფრინდა ვერ გავიგე, გარკვეულწილად მაქვს ხოლმე რაღაც მომენტები, სად დავკარგე დრო, რაღაცები რომ მინდოდა და ვერ გაკეთდა, იმიტომ რომ მე არ გადავდგინა ბიჯი და ჩემს თავში ვეძებ, ხო? ამ ყველაფერზე პასუხებს და ჩემს თავს ვეკითხები, რომ რატომ არ გადადგინა ბიჯი, აი აქ ამ მონაკვეთში და ახლა შენ 40 წლის ასაკში რომ ბევრად მეტი უნდა გქონდეს წესით გაკეთებული, საწავიდა ეს წლები. პასუხი არ მაქვს, მაგრამ აქ არ მინდა ვთქვა. პასუხი ძალიან ცოტა აგრესიანარევი მაქვს საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ალბათ ვიზარმაცე, ალბათ მეგონა რომ ბევრი დრო იყო, ალბათ მეგონა რომ რაღაცები მოკლედ. რაც მინდოდა, არც ახლა არ არის გვიანი, რა თქმა უნდა და ახლა შემიძლია გავაკეთო, უბრალოდ ახლა აღარ მაქვს დრო. ახლა აღარ მაქვს
იმის დრო, რომ მოვედო ბევრ რამეს და ახლა ისე რაღაცა დაორგანიზდა ჩემი ცხოვრება, რომ ის რაღაცები აქ უკვე აღარ მინდა რომ იყოს, ვეღარ იქნება. იმიტომ კი არა რომ აღარ მომწონს ის რაღაცა, უბრალოდ ვეღარ იქნება, ვეღარ ჩავატებ. და რა თქმა უნდა ძალიან განვიცდი ამას და ვერ ვიტყვი რომ 40 წლის ვარ და რაღაც შეიცვალა. აი 38-ის როგორც ვიყავ და 37-ის ისე ვხსნობ ახლაც თავს. უბრალოდ რაღაცები გამექცა და რაღაცებს ვერ დავეწიე და ახლა აღარც მინდა ზოგს დავეწიო, ზოგს ისე, ზოგს ასე და ხო, ну მოკლედ. რომ შეგეძლოთ როგორ გაერთიანებდით თქვენ სამივე გატაცებას, თეატრს, პედაგოგიკას და დიზაინს ერთ პროექტშიო. ნახეთ. ვერ გააერთიანებ. იმდენად ბევრ დროს მოითხოვს სამივე ჩემი გატაცება არა ჩემი ცხოვრების მთავარი მოვლენები, რომ ამის გაერთიანება უბრალოდ შეუძლებელია გოგოებო. არავინ არ მოიტყუოს და არავინ არ წარმოიდგინოს, რომ ყველაფერს ერთად შეძლებ, მით უფრო თეატრს, მით უფრო ბაღს, ვერ გააკეთებ უბრალოდ ამის ძალა არ გეყოფა, ეს ერთი, ამდენი ენერგია ფიზიკურად არ გეყოფა და ერთხელაც გამოიფიტებ და სადმე დაეცემი და ენერგია რომ იყოს, დრო ვერ გეყოფა, ფიზიკურად დროში ვერ ჩაეტევი. ამიტომ ახლა ვარ ორ ჩემს ძალიან დიდ პროექტში ცხოვრების, ეს არის ბაღი და ეს არის ჩემი აქსესუარები და მესამე შემიძლია ვთქვა რომ არ არის თეატრი, მაგრამ არის სოციქსელი, სადაც დოდონა მყავს და ძალიან უსაზღროდ დიდ დროს მოითხოვს ყველაფერი, ჩემი სოციქსელების აქტიურობა არ არის დაბალი და რაც ნიშნავს იმას, რომ მაინც ვახერხებ, რომ ვიყო აქტიური და ძალიან რთულია ყველაფერი ერთად გააკეთო. ხო, ну არ ვარ თეატრში, მაგრამ შენობაში არ ვარ, სადაც ვითამაშებ პერსონაჟებს, მაგრამ ვარ ძალიან შინაურ შენობაში, სადაც ჩემს საქმეს მაინც ვაკეთებ. უბრალოდ არ მყავს აქ რეჟისორი, არ მყავს სცენარისტი, არ მყავს ის, არ მყავს ეს, ვარ ყველაფერი მე. ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ეს ისედაც თავის ადგილზე დგას. გაერთიანებულია გოგოებო ისედაც, იმიტომ რომ სამივეგან ვარ. და ვცდილობ, რომ რაც მიყვარს ყველგან ჩემი წილი დავტოვო. ამიტომ ვფიქრობ, რომ გაერთიანებულია ისედაც. სხვანაირად არ ვიცი როგორ უნდა გაერთიანდეს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გაერთიანდება. როგორც არის სამივეგან რომ ვარ და ვცდილობ, რომ ჩემი დავტოვო, ჩემი სიყვარული დავტოვო, ჩემი ხელწერა დავტოვო, ჩემი რაღაცები დავტოვო, ვფიქრობ, რომ სამივე ადგილას ნორმალურად ვარ და არ მაქვს არსად ძალიან ძლიერი ჩავარდნები. არ ვიცი, მე ასე ვფიქრობ, რომ ვცდილობ სადაც ვარ ღირსეულად ვიშრო, მოხვდებით? ჩემთვის, აი რო იტყოდნენ ხოლმე, რომ გაახალტურა, ჩემთვის მიუღებელია. არ შემიძლია, ძალიან ცუდად ვგრძნობ მე როგორც წესი თავს და მირჩევნია, რომ ძალიან ბევრი ვიშრომო და ეს არ მოხდეს. ამიტომ ისედაც ერთ პროექტში მაქვს ეს ყველაფერი მოქცეული, იმიტომ რომ ერთი ადამიანი ვარ და ყველგან ვარ. სხვანაირად ამას ვეღარ გავაერთიანებ. ეს იყო მეათე კითხვა, ვფიქრობ, რომ ნორმალური კითხვები იყო, ну, ყოველ შემთხვევაში ზოგი ცოტა ისეთი იყო, რაც ვთვლი, რომ არ იყო დიდად ისეთი კითხვა, თუმცა მაინც გავეცი 10-ვე კითხვას პასუხი და ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად შევეცადე ამეხსნა ჩემი ის შინაგანი რაღაცები, რაც თქვენ ძალიან კარგად იცით. ისედაც, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი მაყურებელი მყავს, ვისაც გამოწერილი არ ვყავარ, სხვათა შორის ანალიტიკა ასე მეუბნება, მაგრამ მიყურებს, ხო და თუ შენ მიყურებ და მოგწონს ჩემი არხი, რა თქმა უნდა გამიხარდება თუ გამოიწერ, მაგრამ არც ეს არ არის დიდი პრობლემა თუ არ გამოიწერ.
უბრალოდ მიყურე და უყურე ჩემს იმ ყოველდღიურობას, რა ყოველდღიურობაშიც ვცდილობ, რომ სხვადასხვა ფერები შევიტანო. მადლობა, რომ მიყურე.